საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ბრალდებულმა დაარწმუნა, თითქოს იგი დაახლოებული იყო როგორც საქართველოს პროკურატურის, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ცალკეული თანამდებობის პირებთან და მიმდინარე გამოძიების მის სასარგებლო დასრულებაში შეეძლო დახმარება. აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებულმა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტს 220,000 ამერიკული დოლარის ორ ეტაპად გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც პირველ ეტაპზე დაზარალებულმა ბრალდებულს 100,000 დოლარი გადასცა. დაკაულის ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.